ალბათ ხსმენიათ საფარის ტურების შესახებ და რა არის ეს საფარი და რა უნდა მიიღო მისგან. საქართველოში ნელ-ნელა პოლარული ხდება საფარი. აქამდე საფარიზე National Geographic და YouTube-დან თუ ხსმენია და გვინახავს. ასევე საფარისთან რატომღაც კენია ასოცირდებოდა. ეს იმიტომ, რომ კენიას ჰქონდა მეტად მარკეტინგი ამ კუთხით, ხოლო ტანზანიას ნაკლებად. არა და ტანზანია უფრო მდიდარია ნაციონალური პარკებით და მასაი მარა, რომელიც ხსმენია, იგივე სერენგეტია, რომელიც ტანზანიაში მდებარეობს უმეტესწილად. სანამ ზანზიბარში გადმოვიდოდი საცხოვრებლად, მოვიარე ტანზანიის ყველა ცნობილი ნაციონალური პარკი. ყველა მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან და ყველას თავისი ხიბლი აქვს. დღეიდან პერიოდულად დავდებ ჩემს მოგზაურობას ნაციონალურ პარკებში და გაგაცნობ მათ. ეს იყო ჩემთვის ერთი თაუწერელი ბედნიერება და ერთი სული მაქვს კიდევ როდის დავგეგმავ იგივეს. უნდა აღვნიშნო, რომ საფარი არ არის იაფი სიამოვნება, რადგან საკმაოდ მაღალია ნაციონალურ პარკებში შესვლის, დარჩენის, დათვალიერების საფასური და ასევე ლოჯისტიკა, რომელსაც კომპანიები გვთავაზობენ. ნაციონალურ პარკში ვერ შეხვალ ჩვეულებრივი მანქანი. აუცილებელია შესაბამისი სტანდარტების მქონე Land Cruiser-ი და პროფესიონალური გიდი, ვინც გზა იცის. ასევე თუ კი დარჩენას აპირებს, საკმაოდ ძვირია სასტუმროებით და კემპები. როგორც ადრე აღვნიშნე, შევძელი და აქ მაქვს ჩემი კომპანია, რომელიც საფარიზე ემსახურება ტურისტებს და ამიტომ გამომიწერეთ, რომ თქვენთვის სასურველი საფარის დაგეგმვისას ადვილად მიპოვოთ და გაგახსენდეთ.